ბოლო პერიოდში ვაშინგტონი აქტიურად თანამშრომლობს ერევანთან უსაფრთხოების ეკონომიკისა და რეგიონალური სტაბილურობის მიმართულებით. სწორედ ამ ურთიერთობების დასტურია ის ფაქტიც, რომ სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს. ამ ფონზე გაჩნდა კითხვა, ხომ არ კარგავს საქართველოს რეგიონში განსაკუთრებულ როლს, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა როგორც ამერიკის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სამხრეთ კავკასიაში. ამერიკა საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიძაბა. ვაშინგტონი ღიად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას დემოკრატიული უკუსვრის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ პრობლემებიდან გამომდინარე. სწორედ ამის გამო ურთიერთობები პრაქტიკულად გაიყინა, თუმცა ბოლო პერიოდში ქართული ოცნება აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის რესურსი არსებობს და თბილისი მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. სახელმწიფო გუნდის შეფასებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა საერთო ინტერესებზე უნდა დაფუძნდეს და ამისთვის სივრცე კვლავ არსებობს. სამწუხაროდ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა, იმისთვის რომ მაშინ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის და საბედნიეროდ ამან ზიანი ვერ მიეყენა ჩვენ ქვეყანას. ახლა ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. და ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ, იცით რომ არის დელეგაციაც ჩამოსული, აქვს შეხვედრები, დღესაც ექნება შეხვედრები დელეგაციას. ჩვენ აზრებს უზიარებთ, კიდევ ერთხელ ნებისმიერი ურთიერთობას ჩვენ ვამყარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, რადგან ყველა წინა ფურცელი, რომელიც ძირითადად წინა ადმინისტრაციას უკავშირდებოდა, საკმაოდ გაუგებარი და შესაძლოა ცალმხრივად უთანასწორო იყო. ამიტომ ის გახშირებული ვიზიტები, ის კომუნიკაცია, რომელიც ყველა დონეზე ხორციელდება, არის პოზიტიური ნიშანი. ოპოზიციის შეფასებით მხოლოდ მილოცვის ტექსტები ურთიერთობების რეალურ გაუმჯობესებას არ ნიშნავს. მათი განცხადებით, სანამ ვაშინგტონს საქართველოში დემოკრატიის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სერიოზული კითხვები აქვს, სტრატეგიული პარტნიორობის სრულფასოვანი აღდგენა რთული იქნება. ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია საკუთარ გზავნილებში უფრო მეტად ქართულ ხალხს ესაუბრება, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას. ამასთან ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიულ პარტნიორობაზეც და აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონში საკუთარ პოზიციებს კარგავს. ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგანაც ქართული ოცნების ანტიქართული პოლიტიკის გამო საქართველოს დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. მაშინ, როდესაც ბოლო დროს ერევანს და ბაქოს ეწვია აშშ ვიცე-პრეზიდენტი, ახლა კი ერევანს ეწვია სახელმწიფო მდივანი და ცოტა ხნის წინ ერევანსვე ეწვია სრულად ევროპული კავშირის მმართველი ელიტა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მოქცეულია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ძალიან კარგად იცის ყველა რა უნდა საქართველოსთან და უნდა იქიდან რომ ჩვენი პარტნიორობა იყო დაფუძნებული მათ შორის ღირებულებებზე, არა მხოლოდ პრაგმატულ ინტერესებზე და როდესაც ღირებულებებში ესეთი აცდენა გვაქვს ბოლო პერიოდის მანძილზე, როდესაც ტრანსნაციონალური დანაშაულის ხაბადარი ქცეულობთ ჩვენი ქვეყანა და გარდა ამისა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევასთან აქვს საქმე, რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ ძველებურად გაგრძელებულიყო ურთიერთობა, მით უმეტეს როდესაც ამერიკის მეტოქეების და მტრების ინტერესებს ატარებდნენ და მათი უშიშროებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნილი საქართველოში. ამიტომ სანამ ეს ცვლილებები გახორციელდება, მანამდე შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს სათანადოდ. მაშინ, როდესაც ერევანი დასავლეთთან თანამშრომლობას აძლიერებს და პასუხად ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს იღებს, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას. ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის პერსპექტივა ხელისუფლების პოლიტიკურ კურსთან პირდაპირ კავშირშია. მათივე განცხადებით, ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება რთული იქნება იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ქართული ოცნება ატარებს. როცა ხელისუფლებისთვის ეუხერხულებაც დამოუკიდებლობის დღის მილოცვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ მიგვიჩიტება, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გვჭირდება. ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ინარჩუნებს თუ არა ქვეყანა რეგიონში იმ განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ურთიერთობები მაღალ პოლიტიკურ დონეზე დგება, თუმცა ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ურთიერთობების რეალური გაუმჯობესება რთული იქნება.